საარჩევნო სუბიექტების ყოველდღიური აქტიურობა და წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური პარტიები დედაქალაქსა და რეგიონებში მოსახლეობას ხვდებიან ყოველდღიურ რეჟიმში იმართება ბრიფინგები და კეთდება განცხადებები სხვადასხვა თემაზე. ვის როგორ მიაქვს სათქმელი ამ მრჩევლამდე და როგორ ცდილობენ პოლიტიკოსები საპარლამენტო მანდატებისთვის საჭირო ხმების მოპოვებას. 5 სექტემბრის საარჩევნო ქრონიკა ეკა კოპალიანის რეპორტაჟში. ბათუმში მცხოვრებ ბაზიერების ოჯახთან ერთად პრესკონფერენცია გამართა მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა. მაია პაპიძემ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის თავშესაფრის გამოყოფის საკითხზე ისაუბრა. დღესვე ბრიფინგი გამართა მოძრაობის პოლიტიკურმა მდივანმა განცხადება ქობულეთელების საბანკო დავალიანების შესახებ გააკეთა. ჩვეულებრივად როგორც დამახასიათებელია ხელისუფლებისათვის მათ არა ყველას, არამედ რამოდენიმე ასეთი იპოთეკარი დატოვეს ყურადღების გარეშე. მე მინდა მოუწოდო ხელისუფლებას, რომ იყონ ადეკვატურები და არა მარტო მეტი სარგებელი ხალხს ჰქონდეთ არჩევნების წინა პერიოდში, არამედ მათი ხელისუფლების ყოფნის პერიოდშიც უმჯობესია, რომ ეს ყოფილიყო და დღევანდელი ჩვენი ბრიფინგიც არის სწორედ ამაზე ხაზგასასმელად და მიმანიშნებლად.